პრინციპი ახლა მართალია არა, დიდი საწარმო, ძალიან დიდი საწარმო რა. ტყავის ფაბრიკა ქვია, მაგრამ თავი ამაში კი არ არის. თავი ის არის, რომ არის რაღაცა პროდუქცია გამოუყენებელი. იტალიელები და საქართველები შეთანხმდნენ ერთობლივი საწარმო შექმნეს. და ეს ტყავი გააქვთ იტალიაში იქ იყიდება, მერე ეს ფული ბრუნდება, ის საწარმო ფართოვდება და თანდათანობით შეიძლება ეს ძალიან საინტერესო საქმეთი იქცეს. აქ ასე ხელშეუხლება და სხვა. ეს მოვყევი უნივერსიტეტის კოლექტივთან შეხვედრისას და მინდა ახლა გამიმეორო. ქალები მუშაობენ ძირითადად. ხელფასი რამდენი გაქვთ ვეკითხები და სველი ტყავია, ტყავზე ადებენ, მერე შეიკრება ეს, გაიგზავნება, უნდა გაიგზავნოს სველი. ხო და ვის ტყავია მეთქი და ზოგი ორისო, ზოგი ცხვრისაო, ზოგი ძროხისაო და რა ვიცი. მე ვთხარი, თქვენ შორის ხომ არა იმისანა, რომ აი ესეთი ლახაკმარი ყავს და მისი ტყავის საქმე. არა, ჩვენო კაი ქრები ყავს, ძალიან კაი ქრები ყავს, ქრებს არ გამიმედოთ, მაგრამ აი საქართველოს ტრემის ტყავს კი აქ დავდებდით და ეხლა არავინ არ შეუშინებიათ იმ ხალხს, იმ ქალებს, მაგრამ მაინც იცოდნენ, იცი? მაინც იცოდნენ, რომ არის ასეთი პერსპექტივაც, თუ ჭვიდარეთ მე. თუ ჭვიდარეთ.